მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. ორიოთ სიტყვით მინდა მოგმართოთ ყველას. ჩვენმა გადაცემამ, რომელშიც მიმოხილული იქნება საქართველოს უკანასკნელი ფაქტობრივად 87 წლიდან დავიწყეთ. 87 წლიდან სადამდეც გასტანს ჩვენი გადაცემები. ყოველ შემთხვევაში 20 წლიან პერიოდს გადავაჭარბებთ ჩვენ. მიმოხილვის საკითხთან და მიმართებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ძალიან ბევრი გრაფომანი გაჩნდა. მე ამბოხე გრაფომანები. მე მათ ასე ვუწოდებდი. და მიმართავ მე დიდ პატივს არ დავდებ მათ, რომ ჩემი მსჯელობის საგანი გახდეს ეს აბსოლუტურად უაზრობა, რაც მიმდინარეობს ეგრეთ წოდებულ პრესასა თუ ტელევიზიაში, მაგრამ მე ჩემ აზრს მოგახსენებთ ორიოთ სიტყვით. როგორც არ უნდა შეეცადოთ, რაც არ უნდა შეთხზათ, გამოიგონოთ, თქვენი გამოგონებებით, თქვენი არ ვიცი რაღაც უაზრო წერილებით ვერაფერს ვეღარ მიაღწევთ. იმ პერიოდმა უკვე კარგა ხანია ჩაიარა, სადაც თქვენ გეამაყებოდათ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობა, რითაც თქვენ ამაყობდით, რომ ანადგურებდით ეროვნულ მონაპოვარს, ეროვნულ საგანძურს, თავისუფლებას, დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, რასაც თქვენ ებრძოდით რუსის ჯარითა და კრიმინალური ბანდების საშუალებით და თავადაც უკან არ იხევდით არც იარაღზე და არც მე ბილდ სიტყვაზე უკვე საუბარი აღარ მაქვს აქ. გამოიწვიეთ ქაოსი, ანარქია, გაანადგურეთ სახელმწიფო. ერთი კაცის სადმი სიზურვილით ეს არისო გამოწვეული. მაშინ რა დაგიშავათ კანონიერმა უზენაესმა საბჭომ, რა დაგიშავათ კანონიერმა ხელისუფლებამ, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა, რა დააშავა აფხაზეთმა, რა დააშავა სამაჩაბლომ. არა, თქვენი ბრძოდით იმისთვის, რითიც იბრძოდა თქვენი უფროსი მოსკოვში. როგორც არ უნდა ამტკიცოთ, რომ მასთან თქვენ კავშირი მანამდე არ გქონდათ. ფაქტი ჯიუტია. თქვენ დახვდით, თქვენ ჩამოიტანეთ, თქვენ მოახდინეთ ისეთი რევოლუცია საერთაშორისო სამართალში, რომ ბრჭყალებში რევოლუცია რასაკვირველია საერთაშორისო სამართალში, რომ ამის გამო ხალხი ისჯება. და ასე რომ თქვენი გამოგონებებით და ახალი შეთხზული რაღაც ვერსიებით გირჩევთ იფიქროთ მომავალზე, ვინ როგორ მიიღებთ დამსახურების მიხედვით. ის რაც მიიღეთ, მიიტაცეთ საქართველოს ქონება, ეს განივთებული სახით იყო თუ საერთოდ ფულადი სახით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ მე ერთს მოგახსენებთ, ღალატისთვის ყველა პერიოდში ყოველთვის მხილებული ყოფილან და ყველა სახელმწიფოში მოღალატენი. ასე რომ დიდო მე ამბოხეებო, დაგაგვიანდათ. თქვენ გეგონათ, რომ ჩვენ ამ საკითხს არ წამოვწევდით წინ და დაობდებოდა და არქივს მიეცემოდა და სიჩუმე დაისადგურებდა იმ დოკუმენტებთან მიმართებაში, რომელსაც თქვენ დიდი სიამოვნებით ავრცელებდით პრესისა თუ ტელევიზიის, პრესის საშუალებით, რასაკვირველი ელექტრონული თუ ბეჭდური მასმედიით. დიდი მადლობა, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმ დიდი განძისთვის, რომელიც თქვენ ხელთ ჩაგვიგდეთ და სწორედ თქვენივე ტექსტებით გაგიმასპინძლდებით ჩვენ. და ასევე თქვენივე ტექსტებით მოხდება იმ განაჩენის გამოტანა საზოგადოების მხრიდან იქნება, რომ თავისთავად იმ სტრუქტურების მიმართ, რომელსაც ეს ეხება, ეს უკვე
სახელმწიფოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნება გათვალისწინებული და რასაკვირველია ყურად იქნება მიღებული, ასე რომ ნურავის ნუ გგონიათ რომ თქვენი ნაჯღაბნებით რამეს მიაღწევთ, თქვენ უკვე დააწერეთ, თქვენ უკვე გააკეთეთ, თქვენ უკვე დოკუმენტური მასალა დაგვიტოვეთ, ვიდეო ფირები გვაქვს, არაჩვეულებრივი ფოტოსურათები გვაქვს, ფერადი, იშვიათი, იდეალური, ასევე პრესაშიც არის ძალიან ბევრი საინტერესო მასალა, რომელთაც უკან არიხევდით, გეგონათ რომ ეს არ მოხდებოდა? არა. თქვენ შეცდით ერთადერთი იმაში, რომ ის ტექნიკური პროგრესი, რომელიც შემდგომ საუკუნეებში განიცადა ყველა სახელმწიფომ და საერთოდ მსოფლიომ არ მოხდებოდა დაფიქსირება იმისა, თქვენ გეგონათ ილია ჭავჭავაძის პერიოდში ვიყავით, სადაც მხოლოდ რაღაც პრესაში დაფიქსირდა და ასე შერჩათ ბერბიჭაშვილებს, მახარაძეებს, ორჯონიკიძეებს შერჩათ? არა, მათი გვარები ხომ მაინც მოიხსენიება თქვენს რიგებს შორის, თუ თქვენ მათ რიგებს შორის, ასე რომ ტყუილად ნუ გაირჯებით. მისაღებს ყველა მიიღებთ. ვისგან? ეს უკვე თავად უფლისნება არის, მაგრამ ის რაც თქვენი ნათქვამია და თქვენი ნაწერია, იმას უკან ვეღარ წაიღებთ, რომ წაიღოთ დაბეჭდილია და სად გაექცევით და ასევე არის ყველაფერი აღნუსხული ვიდეო ფირებზე და ასევე აღნუსხული ყველაფერი ფოტო ფირებზე. ასე რომ ფონოტეკა, ვიდეო, აუდიოთეკა, ყველაფერი არსებობს, შენახულია და იმედი იქონიათ, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც გინდოდათ. მადლობთ ყურადღებისათვის. ეხლა ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. მე მოგახსენეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარს 1991 წლის 15 სექტემბერს მიენიჭა სტატუსი, საოკუპაციო ჯარის სტატუსი მიენიჭა. იგი შედგება 4 პუნქტისაგან და მნიშვნელოვანი პუნქტი გახლავთ ის, რომ უწინარეს ყოვლისა ის ჯარი მთლიანად საბჭოთა კავშირის ჯარი, რომელიც განლაგებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მან უპირველეს ყოვლისა უნდა დატოვოს აფხაზეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამაჩაბლოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები, ვინაიდან ის კი არის ფეთქებად საშიში ზონა და შეიძლება ჩვენი მტრების მიერ ჩვენს წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ ჩვენს საწინააღმდეგოდ, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, არა პიროვნულად ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. აბა მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება კანონიერი ხელისუფლება რისთვის იბრძვის, რას აფიქსირებს და ამ დროს უზურპატორი, რომელიც ჩამოიტანეს რუსეთიდან გეკაჩეპეს სპექტაკლის შემდეგ და მანამდე კი აქ დიდი აურზაური მოაწყვეს, ბჭყალებში აურზაური, რასაკვირველია, იმას აურზაური არ ქვია, იმას ქვია ტიპიური ამბოხი, რომელიც არის დანაშაულებრივი, ვინაიდან არსებობს კანონიერი ხელისუფლება, რომელიც იბრძვის აი ამის წინააღმდეგ, ვინც წავა. მე მაინტერესებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც გაეცნობიან აი დღეს, რადგან ჩვენ გადავცევთ ამას. ისინი რა აზრისანი იქნებიან იმ პიროვნებებთან მიმართებაში, რომელთაც მე გზადაგზა ყველას წარმოგაჩენთ თქვენი დამსახურებების მიხედვით. რა მოიმოქმედა შევარდნაძემ თავისი ეგრეთ წოდებული მხარდამჭერების თან ერთად რა მოიმოქმედა საქართველოს კანონიერი ლეგიტიმური არჩეული ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დემოკრატიული ხელისუფლება, რასაკვირველია, ყველა სახელმწიფო ასე მოიქცეოდა და საქართველოს რატომ უნდა ემოქმედა სხვანაირად, როგორ ბალტიისპირეთის რესპუბლიკიდან არ იქნა გამოყვანილი საოკუპაციო ჯარი? როგორ საქართველოს არ ქონდა უფლება, როგორ ჩვენ რომელიმე სახელმწიფოში რომ შევიყვანოთ ეხლა ჯარი და უკითხავთ და იქ დაიღოს, როგორ ჩვენ მისი გამოყვანის კონსტიტუციური უფლება არ აქვს, როდესაც დამოუკიდებლობას ვაცხადებთ, რაზეა საუბარი? აქ ეს არის ნონსენსი, ეს არის აქსიომა.
შენ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნამდვილად არ უნდა იდგეს საოკუპაციო ჯარი. აბა რას იქმნით თქვენ? მე ამბოხენო. რას იქმნიან და ედუარდ შევარდნაძის მიერ ანტიკონსტიტუციური აქტით რუსეთის ჯარებისათვის საოკუპაციო სტატუსის მინიჭების შემდეგ 25 წლით უგრძელებს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებს აკანონებს საქართველოში და 25 წლით უგრძელებს საქართველოში ყოფნის ვადას. ეს ხომ მართლა დიდი ჭყალებში გმირობა არა, იმიტომ რომ სავარძლები შეინარჩუნოთ, მიტაცებული სავარძლები ამ გზით და ამბობდით რომ ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგ ვიბრძვით და ანექსიის წინააღმდეგ ვიბრძვითო? აგერ ხელად გამოვლინდით სულ ყველა ერთ წინადადებაში გაიყიდეთ. შემდეგ გავაგრძელოთ. საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი 11 მილიარდი დოლარის სამხედრო ქონების რუსეთისათვის გადაცემა. ასეთი დიდი პატივი დაგდოთ რუსეთმა, რომ საჩუქრად გადაეცით 11 მილიარდი. რა გქონდათ ასეთი საქართველოში, რომ 11 მილიარდის ქონებას ჩუქნიდით, რა თქვენი საკუთრება იყო? ეს სრულიად საქართველოს ქონება იყო, ეს ჩვენი შენაძენი იყო, ეს ჩვენი სახელმწიფო 70 წლის მანძილზე, რაც რუსეთს გაქონდა, საბჭოთა კავშირს რაც კი გაქონდა საქართველოდან, ეს იმის საფასური იყო ყველაფერი და თქვენ რა გააკეთეთ ეს? იმიტომ რომ სკამები შეგენარჩუნებინათ და გეძარცვათ და გეღლიტათ ქვეყანა? გაგენადგურებინათ ხალხი ფიზიკურად და მოგესპოთ ყველაფერი? აი ეს ახართ სულ? მოდით კიდე გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ კიდევ. საქართველოს 150 მილიარდ დოლარად შეფასებული შავი ზღვის ფლოტიდან საქართველოს წილი გახლდათ 150 მილიარდ დოლარად შეფასებული საქართველოს წილი შავი ზღვის წილზე უარი თქვით თქვენ? მაშინ სადამე შავი ზღვა აღარა გვაქვს ჩვენ საქართველოს, იმიტომ რომ ეს რადგან 150 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და უარი განაცხადეთ და შევარდნაძისა და მისი ხუნტის მიერ, ესე იგი უზურპირებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად გადადგით აი ეს საშინელი ნაბიჯი, რომელმაც საშინელი დარტყმა მიაყენა საქართველოს, დაკარგა თქვენის წყალობით, თქვენ ჩააბარეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, კიდე სხვა ტერიტორიები, ჯერ ფრჩხილებს არ ხსნი. თავად ილაპარაკებთ ყველაფერ ამაზე და პასუხიც უნდა გაგვცეთ. შემდეგი, თქვენ არ დაერიდეთ ყოველივე ამას და გააგრძელეთ ძარცვა. ძარცვა, რას ერჩოდით იმ ხალხს, მაინტერესებს, ხალხს ხომ ზვიად გამსახურდია არ იყო, მაგრამ დასაჯეთ იმისათვის, რომ ზვიად გამსახურდია სამომრჩევლები იყვნენ რეფერენდუმში ხმამისეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენას და აქედან გამომდინარე შურისძიებით განიმშვალე და გადახვედით პირდაპირ შეტევაზე მოსახლეობის წინააღმდეგ და იმ მოსახლეობისგან მერე მოითხოვდით, რომ არჩევნებს ნიშნავთ და რის არჩევნები დანიშნეთ? ერთი კონგრესი აერჩიეთ და მეორე კიდე არჩევნები ჩაატარეთ. რომელი იყო ლეგიტიმური ერთი, მეორე თუ საერთოდ რა ჩატარდა? არაფერი, ძარცვა, გლეჯა, კვლელობები, ტერორი, უსასრულო დღემდე თქვენის წყალობით, თქვენის არაადამიანური ქმედებით, თქვენი ზიზღით საქართველოს მოსახლეობის მიმართ, არა ერთი პიროვნების, არამედ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. აბა მიპასუხეთ მაშინ. ეს იყო ეს დოკუმენტი, როდესაც შეიქმნა, მაშინ იყო როდესაც გამოუცხადეთ, რომ თქვენს წიგნაკებზე რიცხული თანხა გაგიორმაგდებათ თუ შემოიტანთ გარკვეულ თანხასო. 10 მილიარდი მე თქვენ მოგახსენებთ წელზე 10 მილიარდი იქცა 40 მილიარდ დოლარად. დოლარებზე გადავიყვანეთ, აბა თქვენი ვაუჩერები და თქვენი დახატული ფულები არავის არ ჭირდებოდა. იმ დახატული ფულებით რაც მიიტაცეთ, კარგად ვიცით, მაგრამ მე თქვენ სხვა თემაზე გელაპარაკებით ახლა. და 1 სეკუნდი
ეს გახლავთ 2000 წლის 2000 წელს თქვენს მიერ განხორციელებულმა ძარცვამ საქართველოს მოსახლეობის შეადგენდა ესე იგი კრიმინალური უკანონო რეჟიმის მიერ მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული 10 მილიარდი დოლარისა და ეგრეთ წოდებული ვაუჩერიზაციით 40 მილიარდი დოლარის ღირებულების მოსახლეობის კუთვნილი ქონების მიტაცება. ეს 2000 წელს. ეხლა იმის შემდეგ თუ ხო ანგარიშიანი ხალხი ხართ არა და დაითვალეთ, რამდენი პროცენტი მოიმატა 40 მილიარდმა და რამდენი პროცენტი მოიმატა 10 მილიარდმა. რატო გაძარცვეთ საქართველოს მოსახლეობა? რატო გიშავათ? რისთვის გაძარცვეთ? ერთგულებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის? მხარში რომ არ დაგიდგნენ? ყოველდღე რომ მიტინგებს გიწყობდნენ? და ამით გადაუხადეთ სამაგიერო? არა. თქვენ სამაგიერო საკუთარ თავს გადაუხადეთ სწორედ იმით, რაც ჩაიდინეთ და აი ამ დანაშაულისთვის არავის არ განთავისუფლებულა საერთოდ არც ერთ სახელმწიფოში და იმედი იქონიეთ რომ თქვენს ასევე არავინ არ დაგინდობთ თვით მოსახლეობა ამოიღებს თქვენგან ყველაფერს ამაში დარწმუნებული იყავით ის მიტაცებული რაც კი რამ გაგაჩნიათ აბარაგონიათ შეგრჩევათ ვის რა წაუღია ამ ქვეყნიდან თქვენ წაიღოთ ვერაფერს ვერ წაიღებთ ყველაფერი საქართველოს ქონებაა ყველაფერი ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას და თქვენ არავის არა გაქვთ უფლება მიიტაცოთ ის რაც ერის კუთვნილებაა. ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს ეხება დადგენილებას ასევე დადგენილება რომელიც არის 662 ეს დადგენილება და გაგაცანით საბჭოთა კავშირი საქართველოს წილი საბჭოთა კავშირის ქონებას ეს იგი რას შეადგენდა ხო? საბჭოთა კავშირი სახელმწიფოს საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ. მოდით ახლა მე თქვენ გაგაცნობთ დოკუმენტს რომელიც შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ლეგიტიმური ხელისუფლება არსებობდა სხვა ხელისუფლება საქართველოს არ ყოლია და მოდით გაგაცნობთ როგორ მაშინვე მოიყვანეს სისრულეში და დაიწყო მოლაპარაკება საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად. საერთაშორისო სამთავრობო ჯგუფი იყო შექმნილი, მე ვგულისხმობ აღმასრულებელ ხელისუფლებას და რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ და საქართველოს წარმომადგენლები. რამოდენიმე შეხვედრა შედგა, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ჩაშალეთ ყველაფერი. თქვენ ჩაშალეთ ყველაფერი. ამიტომ ყველაფერზე პასუხისგებლობა გეკისრებათ. აბა წავიკითხოთ ახლა. როდესაც დღემდე რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში ქართული საზოგადოება ათვლის ნიშნულად აქცენტს 1921 წლის თებერვალ-მარტში წითელი არმიის მიერ შეიარაღებული აგრესიის გზით საქართველოს ანექსიაზე აკეთებდა არა და რუსეთის იმპერიის მიერ 1800 პირველ წელს საქართველოს ანექსიას, ხოლო 1811 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების განუზომელ ისტორიულ, იურიდიულ და ეკონომიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ აქტებით რუსეთის იმპერიულმა სახელმწიფომ ქართული ეკლესიითა და სახელმწიფო ქონები საეკლესიო და სახელმწიფო ქონება მიითვისა, რომლის გამოკვლევა, დადგენა, დაზუსტება და საერთაშორისო სამართლის ნორმებით შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებში განხილვა ჩვენს ქვეყანას სოლიდურ პოლიტიკურ და ეკონომიკური მოგების შანსს აძლევს. ამჟამად იგივე რუსეთი უცხოეთის არქივებში ინტენსიურად ეძებს ამ დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებს რუსეთის საკუთრების უფლებას საზღვარგარეთ სხვადასხვა სახის ქონებაზე. კერძოდ საზღვარგარეთ გატანილ მეფის რუსეთის ოქროზე და ყოფილ საბჭოთა კავშირის უძრავ ქონებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის საბჭოთა კავშირმა რეპარაციით მიიღო და ასე შემდეგ.
ცალკე განხილვის საგანია რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილის რიგით მესამე 1993 წლის ფაქტიური ანექსიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალის დადგენა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნა. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქონებიდან საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილ წილს, რომლის მიღების საკითხი ჯერ კიდევ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის საარჩევნო პროგრამაში იყო ჩადებული, მისი მოცულობა იმდენად დიდია, რომ იგი ფაქტიურად უნდა გახდეს ქართული ძლიერი სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური ბაზისი. ჩვენს კანონიერ ხელისუფლებას და პრეზიდენტს ამ მიმართულებით მუშაობა და შესაბამისი მცდელობა არ დაუკლია. 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს საკუთრებაში საქართველოს წილის შესახებ, რომელთაც დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან. საბჭალები გახსნილია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში, ფრჩხილი გახსნილია ოქროს და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვა. ფრჩხილი დახურულია საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ. საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებულ ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ შეგახსენებთ ამავე 15 სექტემბერს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დადგენილება. ჭრალები გახსნილია საქართველოს რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საკითხი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მათი გაყვანის, ხოლო აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან მათი დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგან მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლიდა მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონში. ჭრალები დახურულია. ამას მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის 793 ბრძანებულება. ჭრალები გახსნილია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ქონების შესახებ ჭრალები დახურულია, რომლის პირველი პუნქტითაც ჭრალები იხსნება გამოცხადეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა და მიმოსვლის საშუალებები, სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ბაზები და სხვა სამხედრო ქონება. ჭრალები დახურულია. ზემოთ ხსენებული დადგენილებები და ბრძანებულება სრულ შესაბამისობაშია 1993 წლის ვენის კონვენციასთან. ჭრალები გახსნილია სახელმწიფო საკუთრების, სახელმწიფო არქივებისა და სახელმწიფო ვალების სამართალმემკვიდრეობის შესახებ. ჭრალები დახურულია. 1991 წლის 4 დეკემბერს გაითვალისწინეთ ეს პერიოდი და დაიმახსოვრეთ კარგად. 1991 წლის 4 დეკემბერს ჩვენი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ჭრალები გახსნილია ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ვალისა და აქტივების სამართალმემკვიდრეობის შესახებ. ეს ორმხრივი იყო, არ იყო მარტო საქართველოს აკვიატება ეს იყო ორმხრივი და უკვე მოგახსენეთ ამაზე, რომლითაც საქართველოს წილი განისაზღვრა 1,62% ოდენობით. ეს უხეშად. შემდეგ უნდა მომხდარიყო თავისთავად უკვე დაანგარიშება ყველაფრისა. აი ამ ათეული წლების მანძილზე, რაც კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო საქართველო და რაც კი ოკუპირებული იყო და რაც კი მიტაცებული იყო და მე უკვე ჩამონათვალი გავაკეთე რა პერიოდიდან რა პერიოდამდე. ამრიგად შეიქმნა მყარი იურიდიული საფუძველი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქონებიდან საქართველოს წილის მიღების, ანუ ჩვენ ქვეყანას უნდა მიიღო მისი წილის საგარეო პასივები და აქტივები. ეს უკანასკნელი კი რამდენჯერმე აჭარბებს საგარეო ვალებსა და მილიარდობით დოლარებში გამოიხატება. ფრჩხილები გახსნილია საბჭოთა კავშირის საგარეო უძრავი ქონება, ოქროს ფონდი, სავალუტო რეზერვები, ალმასის ფონდი, ინვესტიციები.
ინვესტიციების საზღვარგარეთ. სხვა სახელმწიფოთა ვალები საბჭოთა კავშირის მიმართ ფრჩხილები დახურულია. საქართველოს წილი საბჭოთა კავშირის მიერ გასესხებული სახსრებიდან 2,4 მილიარდი ამერიკის შეერთებული შტატების დოლარია, ფრჩხილები გახსნილია, მთლიანად 150 მილიარდზე მეტია ფრჩხილები დახურულია. საბჭოთა კავშირის ვალებიდან საქართველოს წილი დაახლოებით 1,3 მილიარდი ამერიკული დოლარია, ფრჩხილები გახსნილია, სულ საბჭოთა კავშირის ვალები 81 მილიარდ დოლარს არ აღემატება ფრჩხილები დახურულია. უცხოური მონაცემებით რუსეთის უძრავი ქონება საზღვარგარეთ 300-400 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. ამავე ქონებას 300 მილიარდ დოლარად აფასებს რუსეთის საანგარიშო პალატა. ელემენტარული გათვლით ვლინდება, რომ აქედან ჩვენი საქართველოს წილი 5 მილიარდი დოლარია. ამავე დროს რუსეთის ქონების მართვის სამინისტრო რამოდენიმე წელია ატარებს საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზებას, რის შედეგად ირკვევა, რომ ქონების რეალური რაოდენობა მეტია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. დღევანდელი მდგომარეობით 2559 ობიექტი აღირიცხება მსოფლიოს 112 ქვეყანაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს რეალური ქონება და აქედან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის წილი სპეციალური გამოკვლევის საგანია, მაგრამ ცხადია, საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილ აქტივებსა და პასივებს შორის სხვაობა ათეულობით მილიარდი დოლარია. ზემოთხსენებულ 5 მილიარდიან წილს, რომელიც საბჭოთა კავშირის საზღვარგარეთ განთავსებული უძრავი ქონებიდან ერგება ჩვენს ქვეყანას, უნდა დაემატოს 11,8 მილიარდ დოლარად შეფასებული და საქართველოში განთავსებული საბჭოთა კავშირის სამხედრო ქონება, რომელიც კანონისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით რუსეთმა 1992 წლის ივლისში საქართველოდან გაზიდა. გარდა ამისა 150 მილიარდ დოლარად შეფასებული შავი ზღვის საზღვაო ფლოტიდან საქართველოს წილი, რომელიც დღემდე ჩვენს ქვეყანას არ მიუღია, ამას ემატება ჩვენი ქვეყნის წილი საბჭოთა კავშირის ოქროს ფონდიდან, სავალუტო რეზერვებიდან, საზღვარგარეთ ჩადებული ინვესტიციებიდან, ალმასის ფონდიდან და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ დავალიანება საქართველოს რესპუბლიკის სასარგებლოდ უზარმაზარია, რუსეთი ცდილობს ჩვენს ქვეყანას თავს მოახლოს ეგრეთ წოდებული ნულოვანი ვარიანტი, რაც სხვა არაფერია თუ არა საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი ქონების მითვისების და კანონების მცდელობა, რისი იმედიც მას აქვს არაკანონიერი ფიქტიური ხელისუფლებისაგან, მით უმეტეს თუ მათ მიერ ქვეყანაში შექმნილი მძიმე საშინაო და საგარეო ფინანსურ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. შევახსენებთ რუსეთის ხელისუფლებასა და მსოფლიოს სახელმწიფოთა მთავრობებს, რომ 1992 წლის 12-13 მარტს ქალაქ გროზნოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მეორე სესიის დადგენილების მესამე პუნქტს, რომ ჭალები გახსნილია ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს უკანონო არაკანონიერი ფრჩხილებში, ასევე ხელისუფლების მიერ ფრჩხილი გახსნილია, ესე იგი დღევანდელი ხელისუფლების მიერაც ფრჩხილები დახურულია, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი გამოცხადდეს იურიდიული ძალის არ მქონით. მე მგონი გასაგებ ენაზე იყო აქ ყველაფერი და აქ უკვე ეს იგივე დადგენილება არის, რომელზეც მე უკვე გესაუბრეთ, ასე რომ ყველაფერი ნათელი გახდა, ვისთვისაც ნათელი უნდა იყოს და ვისთვისაც ბნელეთი იყო, ბნელეთად დარჩება. ეს იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინეთ და ისე დადიხართ, გონიათ, რომ გაიმარჯვეთ. არა, ასე არ არის. მე ასევე მინდა ვინაიდან უწებები დღეს ძალიან საინტერესო მასალით არის. ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ რადგან ძაბავდნენ სიტუაციას და რუსეთიდან ელოდებოდნენ თავიანთ მამობილს, რომელიც დოლარებს ჩამოუტანდა და დააფინანსებდა, მართალია, მათ დაფინანსება არ მოკლებიათ საქართველოს მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად ისე გაიძარცვა, რომ
ვერასოდეს ვერ გაიმართება იგი წელში. აქვე მინდა მე დავძინო ერთი დადგენილების შესახებ. თუმცა მე არ მინდა მომაწეროთ რომ ჩემეული რადგან დადგენილებაა რომ ჩემეული რაღაც ვარიანტი შემოვთავაზეთ, ამიტომ თავს ანგარიშვალდებულად თვლი რომ გავიმეორო 2 სექტემბერთან დაკავშირებული მოვლენების დადგენილება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება 673 1991 წლის 2 სექტემბერს ქალაქ თბილისში მიტინგების დროს მომხდარი ფაქტის შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვენ კარგად მოგეხსენებათ უკვე რაც იყო 3 პუნქტიანი დაიგმოს 2 სექტემბრის თბილისში რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი. მეორე მიღებულ იქნეს ცნობა რომ ამ ფაქტის გამო თბილისის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და აწარმოებს გამოძიებას. შემდეგი მომხდარი ფაქტის გარემოებათა ყოველმხრივი შესწავლისა და სათანადო დასკვნების გამოტანის მიზნით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომისია ყველა რეგისტრირებული პარტიისა აგრეთვე საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მეოთხე კომისიამ თავისი დასკვნები წარუდგინოს უზენაეს საბჭოს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო 15 სექტემბერი მე მგონი გასაგები ქართულით იქნა წაკითხული და მეტი აღარ არის საჭირო. ეხლა რაც შეეხება 2 სექტემბრის აქციას. ეს დღემდე სალაპარაკო არის, მაგრამ საუბრობს მხოლოდ ის, ვინც დაზარალდა აქ. და ვინც გამოიწვია ყოველივე ის დუმს. ჩვენ კი დუმს არ ვაპირებთ. ჩვენ ფარდა უნდა ავხატოთ ყველაფერს. ჩვენ ყველაფერი უნდა წარმოვაჩინოთ მსოფლიოს ხალხთა წინაშე. თუ რა ძალებით იმართებოდა ხუნტა, ვინ გეგმავდა ყოველივე ამას და რით აპირებდნენ ყოველივე ამის გაგრძელებას და შემდეგ რას უმზადებდნენ მომავალში საქართველოს. 1991 წლის 31 აგვისტოს საქართველოს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დიდი ჯგუფი 40 კონგრესმენის შემადგენლობით. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკაში. მაგრამ როგორც ჭყალებში მეამბოხეებიც არ არიან, საქართველოს მტრები, მოღალატეები აცხადებდნენ. მათ ადრე ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონგრესმენები ჩამოდიოდნენ. რასაკვირველია, ახლა მოსახლეობას ნამდვილად არ ქონია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონგრესმენები ჩამობრძანდებოდნენ. როდესაც ჩამობრძანდნენ, მაშინ ეუწყა საინფორმაციო საშუალებებით ყველას. ხომ შეიძლებოდა რაღაც გადავადებას ქონოდა ადგილი ან რაღაც შეფერხებას, მაგრამ ვიღაცების მეშვეობით მოსკოვიდან ვიღაცებში არავინ არ იგულისხმება ეს გორბაჩოვი, შევარდნაძე და მათი ბანდები, რომელთაც აქ ძალიან დიდი დასაყრდენი ყავდათ იმ მოღალატეების სახით. მაგალითად ჭანტურიამ განაცხადა, რომ ჩვენ ეს კიდევ კონგრესმენების ჩამოსვლის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში ვიცოდითო. ძალიან კარგი, ივლისიდან ემზადებოდით რა, ემზადებოდნენ. ჭანტურიას მიმართოს თავისმა ახლობლებმა. ემზადებოდით, ხო? კი ბატონო. ეხლა მოგახსენებთ ჩვენ როგორ ემზადებოდით საქართველოს ხელისუფლება როგორ ემზადებოდა და რას გვპირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა ის დიდი ჯგუფი, რომლებიც ნამდვილად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იცავდნენ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას, ვინაიდან ხედავდნენ რომ ეს იყო დემოკრატიის გზით მიმავალი ხელისუფლება და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ყოველივე ეს წარმართულიყო იმ დონეზე, რომ აი აქვე მოგახსენეთ მე ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ზვიად გამსახურდიას თვის მის მეუღლესთან ერთად რასაკვირველია ოფიციალურ ვიზიტად უნდა ჩაბრძანებულიყო ზვიად გამსახურდია ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს რომ არ მომხდარიყო 2 სექტემბერს მათი საქართველოში ყოფნის პერიოდში მოაწყვეთ ის
რაც გიკარნახათ მოსკოვმა. ჯერ დავაფიქსიროთ კონგრესმენების ჩამობრძანების თარიღი, რომ შემდეგ აგერ არის თუ შეიძლება ჩვენთ აგერ არის მათი ჩამოსვლა აეროპორტში როგორ ხდებიან. ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები და საერთოდ საზოგადოებრივების წარმომადგენლები და ასევე ზიად გამსახურდია შეხვედრა შემდეგ უკვე კონგრესმენებთან გვერდზე. მადლობთ. ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში 31 აგვისტოს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, რომელსაც მეთაურობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელი და პალატის მუდმივი საბიუჯეტო კომისიის ვაჭრობის ქვეკომისიის თავმჯდომარე სენ გიბსონი. თბილისის აეროპორტში სტუმრებს დახვდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე კომისიების წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკური კომისიის, მუდმივი კომისიის წარმომადგენლები, ვაჭრობის სამინისტროს და საერთოდ მთელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ფაქტობრივად იქ იყო. მეორე დღეს ამერიკელი კონგრესმენები დაესწრნენ საკვირაო წირვას სიონის ტაძარში, 1 სექტემბერი გახლავთ ეს, შეხვდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, შემდეგ ხდება იმავე დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს რესპუბლიკის ხელოვნების მუზეუმის საგანძური ეწვნენ მცხეთას, იყვნენ ბავშვთა თვითშემოქმედების კონცერტზე მოსწავლეთა სასახლეში. 2 სექტემბერს ზვიად გამსახურდია. 2 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში მყოფი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მუდმივი საბიუჯეტო კომისიის ვაჭრობის ქვეკომისიის თავმჯდომარის სემ გიბსონის მეთაურობით. მოდით მე ამას ჩავიკითხავ და რა ხდებოდა 2 სექტემბერს კწანისის სამთავრობო რეზიდენციაში. ამაზე შემდეგ უკვე მოგახსენებთ. ვინაიდან ეს საგაზეთო სტატია არის, აქ უკვე აუცილებელი არის, რომ ჩვენ გავეცნოთ ამას. მიესალმა სტუმრებს რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე დიდი ხანია ელოდა ესოდენ საპატიო სტუმრების ვიზიტს, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოში თაშორისო ურთიერთობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მიმდინარეობს პირობებში, როცა ბოლო დღეებს ითვლის მსოფლიოს უკანასკნელი იმპერია საბჭოთა კავშირი. სწორედ ამ დღეებში ცხადი გახდება დარჩება თუ არა ამ ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ გორბაჩოვი, გაიმართება თუ არა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის, მოიპოვებენ თუ არა სულ სახელმწიფო დამოუკიდებლობას რესპუბლიკები, რომლებსაც არ სურთ ამ ხელშეკრულების მოწერა. შემდეგ პრეზიდენტი დაწვრილებით შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ დაკავებულ პოზიციას იმ რესპუბლიკების მიმართ, რომლებიც სრულ დამოუკიდებლობას ესწრაფიან. მან ეს პოზიცია კრიტიკულად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კანონმდებლები მთელი კონგრესი მხარს დაუჭერს რესპუბლიკის კების თავისუფლებისაკენ სწრაფას და პრინციპულ პოზიციას დაიკავეს ამ საკითხში. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებმა მადლობა მოახსენეს პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი აქ საქართველოში თვალნათლი დარწმუნდნენ თუ რამდენად ძლიერია ქართველი ხალხის სწრაფა თავისუფლებისაკენ და გამოთქვეს იმედი, რომ იგი შორს აღარ არის. გარდა ამისა, ისინი დიდად დაინტერესდნენ რესპუბლიკის ცხოვრებით, მასში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებით და უწინარეს ყოვლისა რეჟიმის სტაბილურობით, კერძო საკუთრების საკითხებით, მოქალაქეთა ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკური და სხვა თავისუფლებებით. პრეზიდენტმა უპასუხა ამერიკის კანონმდებელთა მრავალ კითხვას, დაწვრილებით შეეხო ამჟამად მიმდინარე და უახლოესი დროის
სამუშაოისათვის დასახულ რეფორმებს პრივატიზაციის დარგში სტუმრებს გააცნო საქართველოში მიწისა და წარმოების სხვა ძირითად საშუალებებზე კერძო საკუთრების შემოღების პერსპექტივები და პრობლემები, ეროვნული უმცირესობებისა და მთლიანად პიროვნებისათვის პოლიტიკური და სხვა თავისუფლების საკითხები. ბატონმა ზვიად გამსახურდიამ სტუმრები დაარწმუნა, რომ საქართველოს მისი კომპეტენტური ორგანოები მთლიანად აკონტროლებენ რესპუბლიკის საზღვრებს, იმის მიუხედავად, რომ იქ ჯერჯერობით ოფიციალური საბაჟო პუნქტები არ არსებობს, შეეხურა საქართველოში უცხოური კაპიტალის მოზიდვის საკითხებს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამას წინათ რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიუღო კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ, რომელიც უცხოური კაპიტალის ხელშეუხებლობისა და მეწარმეთა სრული თავისუფალი მოქმედების გარანტიას იძლევა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკას უკვე 1 წლის შემდეგ ექნება თავისი ფულადის სისტემა. დასასრულს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერთხელ კიდევ დაადასტურა თავისი ერთგულება წინათ გამოთქმული პრინციპული მოსაზრებისადმი იმის შესახებ, რომ იგი კრემლის ღობს არ გადააბიჯებს მანამდე, სანამ საბჭოთა კავშირი არ ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთხელ კიდევ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლებს მხარი დაუჭირონ რესპუბლიკის მისწრაფებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. შემდეგ იქვე სახელმწიფო რეზიდენციის კონფერენც დარბაზში ამერიკის კონგრესის დელეგაციამ განაგრძო საფუძვლიანი აზრთა გაზიარება, საქართველოს ეკონომიკისა და ცხოვრების სხვა სფეროების გაცნობა, საუბარში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მთელი რიგი ვაჭრობისა და ეკონომიკისა და ვაჭრობის დარგში თანამშრომლები, რომლებიც მას დეტალურად განიხილეს პერსპექტივები და შესაძლებლობები, საქართველოს შესაძლებლობები. ეს გახლავთ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა. შემდეგი კი არის პრესსამსახურის განცხადება, რომელზეც მე შემდეგ მოგახსენებთ. ეხლავე აქ ითქვა, რომ 2 სექტემბერს ზვიად გამსახურდია შეხვდა სამთავრობო რეზიდენციაში ამერიკელ კონგრესმენებს, კანონმდებლებს, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ საქართველოს მდგომარეობით. ჭეშმარიტად ნამდვილად ასეა, აბსოლუტურად თანხვედრია ჩემს მიერ გამოთქმული აზრი იმასთან, რაც მე წავიკითხე ოფიციალური წყაროების მოხმობით, მაგრამ ეხლა მინდა გადავიდე 2 სექტემბერზე როგორ მოემზადნენ იმისათვის, რომ საქართველოში ჩამობრძანებულ უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოში არის რაღაც საშინელი ანტიდემოკრატია, საქართველოში მძინვარებს რაღაც დიქტატი და ადამიანის უფლებები ირღვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე შევეხები და დავიწყებ დეტალურად გადმოგცემ ზუსტად იმ ფაქტებს, რაც რისი მოწმეც ვარ და ამის უფლება-მოსილება გამაჩნია იმის გამო, რომ მხილველი ვარ და ერთ-ერთ მხილველად მე შეიძლება ჩამთვალოთ მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა და თავად აღიარეს მათ ვინ იყო, ვინ ეხმარებოდათ, ამაზე შემდეგ მოგახსენებთ უკვე. უწინარეს ყოვლისა მე ვაფიქსირებ იმას, რაც ხდებოდა. ეროვნულ დემოკრატიული პარტია ჭანტურიას ხელმძღვანელობით. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია ირაკლი წერეთლის 10 კაციანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობით სამაგიეროდ შეიარაღებული ბანდებით. შემდეგ ეს კონსერვატორ მონარქისტული პარტია თემური ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით ესეც რაღაც ბანდები იყო, არავითარი პარტია არ იყო, ეს იყო შეგნებულად ორად გაჭრილი ტრადიციონალისტთა კავშირი, ვინაიდან ერთი უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას გვერდით, მეორე უნდა ყოფილიყო ვითომ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში. შემდგომ მხედრიონის ბანდები, ნოდარ ნათაძე თავისი შეიარაღებული ბანდა იმედით, ჭალებს იმედი უიმედობით
იმედი ტყილა და აირქვეს იმას იმედი არ ქვია შეიარაღებული ბანდა რომელიც უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობას და უპირისპირდება დამოუკიდებელ საქართველოს ასევე კიტოვანის ბანდფორმირებები ესენი მოითხოვდნენ რომ ხო მაპატიეთ გამომრჩა თამარა ჩეიძე მამულიას დუეტი რომელიც ეგრეთ წოდებული ჭავჭავაძის საზოგადოება რომელიც რაღაც 10-ოდე კაცი თორე ითვლიდა მაგრამ იქ იყვნენ ბანდები ყავდათ მათ ბანდები ყავდათ რომელიც ფინანსდებოდნენ და ფინანსდებოდნენ ვის მიერ კარგად მოგეხსენებათ არც კინოსტუდიას აკვდა თანხები და არც კიდევ რუსეთიდან მოზიდული თანხები აკვდათ მათ აქედან გამომდინარე მათი მოთხოვნა იყო ასეთი რომ მაინც და მაინც 2 სექტემბერს როდესაც ისინი მიბრძანდებოდნენ საქართველოდან და გამოსამშვიდობებელი ოფიციალური ვახშამი უნდა შემდგარიყო კწანისის რეზიდენციაში და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა გამყიდველების ბანდამ რომლებიც მიეტმასნენ ზვიად გამსახურდიას და მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე მაჩაბელის 11 ნომერში სადაც მრგვალი მაგიდის ოფისი იყო თედო პაატაშვილმა პირადად განაცხადა რომლის მოწვე არის ძალიან ბევრი არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მომხრე არამედ თვითონ თედო პაატაშვილის გვერდზე მდგომი ბანდის წევრები ეს ურიდიები იყვნენ ჩორგოლაშვილი ურიდია თუ დიხამუნჯია თუ ეს არამზადები რომლებმაც პირდაპირ ამოაფრქვიეს თავიანთი გულის ნადები ჩვენ ზვიად გამსახურდიას გამოვიყენებთ იმისათვის რომ მან დაამარცხოს კომუნისტური ხელისუფლება შევიდეთ ჩვენ პარლამენტში და შემდეგ ზვიად გამსახურდიას პარლამენტს იქიდან დავატოვებინეთო ესე იგი ეს წინასწარ დაგეგმილი ყოფილა ხო ერთი წლით ადრე და უფრო მეტიც ეს არის თედო პაატაშვილის პირადი განცხადება რომელზეც მე უშუალოდ ვაგებ პასუხს მე არავის არაფერს არ დავაბრალებ მე ყველაფერს ვიტყვი იმას რაცაც ვისმენდი ვინ რას ჩადიოდა ყველაფერს ვიტყვი იმიტომ რომ ფარდა უნდა აეხადოს მათ სიბინძურეს და მათ მოღალატეობრივ ქმედებებს მიმდინარეობს ესენი ითხოვენ რომ მაინც 2 სექტემბერს უნდა ჩატარდეს მიტინგი ზვიად გამსახურდიამ პიროვნულად არა მაგრამ ყავდა მას წარმომადგენლები როდის იყო ხა პრეზიდენტის დონეზე წდება ის რაღაც ბანდა რა სად მოიფიქრებს ხა ქუჩას გადაგიკეტავს თუ სად მოინდომებს შემოვარდნას სახში შემოვარდნას მოინდომებს რომ მას პასუხი გაცეს პრეზიდენტმა არც ერთ სახელმწიფოში ეს არ ხდება და ზვიად გამსახურდიაც ასეთი დონის პიროვნება არ იყო რომ მას ან პოლიტიკური გამოცდილება არ ქონოდა და ან არ სცოდნოდა როგორ უნდა მოიქცეს ყველა შემთხვევაში ეს მას ეხება თუ საზოგადოებას ეხება. საქმე ისე წარიმართა რომ ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ კინოს სახლთან მიტინგის ჩატარებას. ხელისუფლება სთავაზობდა ისეთ ადგილებს რომელიც არც დაფარული იქნებოდა იქვე ბერის პარკი რომელიც სადაც ძალიან შვენიერი ადგილი იყო და არც დიდი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ეხლა ეს ბანდებმა შეეკრიბეს და მათ რომ ვინც დაეხმარა მერე მოგახსენებთ ვერის პარკი ასევე შესთავაზეს ვაკის პარკი არა გინდა თუ არა ჩვენ გვინდა კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორია აი დღეს გამოვიდნენ ეხლა კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან იმ შესაძლებლობებით რაც ხელთ ჰქონდათ მათ და მე ყველაფერს აი ახლა უკვე მოგახსენებთ
სხვა გამოსავალი არ იყო, ესენი იჩემებდნენ და მოვაწყობთ, ამას მოვაწყობთ, არეულობას მოვაწყობთ და საერთოდ მთელ მსოფლიოს შევატყობინებთ ისედაც მთელი მსოფლიო აქ იყო რაზია საუბარი, მთელი სატელევიზიო არხები თუ კი რამ არსებობდა მსოფლიოში, იმიტომ რომ ეს იყო დამოუკიდებელ საქართველოში 40 კონგრესმენის ჩამოსვლა, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური აქტი იყო. და სწორედ აი ამას ამ თანხმდა მოახდინეს ზუსტად შევარდნაძე იქიდან ხელმძღვანელობს, ხო დამავიწყდა მაპატიეთ გოგა ხაინდრავა თავისი ძმით, თავისი ძივიატკით და ძივიატკა რასაც ნიშნავს უშიშროების სამსახურმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მისი ფოტოსურათებიც კარგად არის იმ ეგრეთ წოდებულ აქციაზე და ხდება აი ასეთი რამ. ესენი იკრიბებიან და უნდათ რომ დიდი არეულობა მოაწყონ, რათა ყურადღება მიიქციონ მსოფლიო საზოგადოებრიობის, რომ აი ახლა ასე საშინელად უსწორდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მომიტინგეებს. და ამ დროს პირიქით ხდება. ესენი ყველა შეიარაღებულნი იყვნენ. ყველას ჰქონდა პისტოლეტები, ზოგს პატარა ავტომატებიც ჰქონდათ, რომელსაც ქურთუკები ეცვათ და ქურთუკებში ჩამალული. ამავდროულად ეს წარმოიდგინეთ თქვენ ეს მთელი წრე და ისინი ძალიან მჭიდროდნენ ერთად, იმიტომ რომ თან არ უნდათ დაეფიქსირებინათ რომ ეს იარაღი ქონდა, მაგრამ ეხლა იმ იარაღს იან ხელს ზევით აწევდა გაისვრია, ეხლა იქ ხომ გამორიცხულია რომ ეს არ დაფიქსირდეს. მაგრამ უცებ ხდება ასეთი რამ. მოდის ან მოქალაქეთა ჯგუფი შემოდის, ეს არ არის ოფიციალური შემოსილი ტანსაცმლით წარმომადგენლობა, შედიან ცენტრში და მათ იქ იწყება ჩოჩქოლი. ესენი გახდნენ რუსეთის რუსეთის იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებმაც დაიკავეს ცენტრალური ადგილი და კიდე ძალიან კარგად ჩანს იმ კადრებში, არაჩვეულებრივად ჩანს, როგორ შედიან, როგორ უთმობენ ადგილს და როგორ მიიკვლევენ გზას ცენტრისკენ და აი ამის შემდეგ კიდევ ერთი და არ გამომრჩევა მე არაფერი ამჯერად შეტანილი ჰქონდათ 9 ლიტრიანი ბოთლებით ბენზინი და საწვავი. აი ამ დონეზე იყო ეს ყველაფერი მომზადებული. დაიწეს ტყუილად, ესე იგი ვითომ მეგაფონში რაღაც სისულელეების ლაპარაკი, მაგრამ ეს საუბარი იყო აბსოლუტურად ფუჭი, იმდენად და საერთოდ ეს ძალიან კარგად ჩანდა მერაბ კოსტავას ეზოში შესასვლელი რომ არის აი იმ ტერიტორიიდან არაჩვეულებრივ ზემოდან დაყურე პირდაპირ და ისე ნათლად ჩანდა სახეების ყველაფერი, ეს მამუკა გიორგაძეო, კობახიძეო, გიორგი თავის ძმასთან ერთად, მერაბ იაშვილი, ესენი სულ ყველა ძალიან კარგად მახსოვს ესენი ვინც იყვნენ. ლუიზა შაკიაშვილი თავისი ლამაზი სოპრანოთი ჭალებში. ესენი სულ ყველა და ყვირიან ღრიალებენ და უნდათ რომ ჯერ დაიწყონ ესე იგი არეულობას იწებენ თავისთავად, მაგრამ ბრძანება არის გაცემული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, რომ არ მიუახლოვდეს არავინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ მიუახლოვდეს მათ, ვინაიდან ისინი სწორედ აი ამ მიზეზს ეძებენ იმისათვის, რომ შემდეგ უკვე დაპირისპირებაში შევიდნენ მათთან. აქედან გამომდინარე, ამათ სრული თავისუფლება ჰქონდათ და ის ჯგუფი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს რა უნდოდა იქ? თუ მათთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა და ეს წინასწარ დაგეგმილი არ იყო სცენარი, არ იყო დაწერილი, რომ ისინი რა დროს უნდა მოსულიყვნენ და ეს იზრდება, ეხლა სპეცსამსახურებს სად უნდა მივიდეს და ვისთან უნდა მივიდეს, ეს ყველაფერი, ეს სცენარი, ამის წინასწარი რეპეტიციები უკვე მათ გავლილი ჰქონდათ. დაიწყო საშინელი ქაოსი, ყვირილი, ღრიანცელი სროლები
სხვათა შორის მოპირდაპირე მხარეს მაშინ ესე იგი რუსთაველის პროსპექტია და ზუსტად აკადემიის მოპირდაპირე შენობა გახდათ ესე იგი მელკაზარიანის სახლი გახლავთ და აი იქ მოსიარულე აბსოლუტურად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე რამოდენიმე დაშავდა რიკოშეტით მოხდა იქ ტყვია და გადაყვანილ იქნენ ისინი ქალაქის პირველ სავატოფოში შემდეგ ისვრიან უსასრულოდ ისე რომ ბოლო არ უჩანს ამას რომ მიაღწიონ თავიანთ საწადელ მიზანს რომ აი ზვიად გამსახურდი არბევს ამას და ამ დროს იქ ჩვენი წარმომადგენელი არც ერთი არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო აბსოლუტურად განზე შინაგან საქმეთა მინისტრი მე ძალიან კარგად მახსოვს იყო მასში კრწანისის რეზიდენციაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც გახდათ კრწანისის რეზიდენციაში ეხლა მე გვენცაძეს არ გულისხმობ რომელიც იყო შემოგდებული ეს ჯაშუში რომლის გამონათქვამსაც მე ზეპირად მახსოვს და შემიძლია ეხლა მოგახსენოთ როდესაც პუტჩი დამთავრდა და მან მოიმიზეზა ვითომ იგი ფეხში იყო დაჭილი რის ფეხში იყო დაჭილი არანაირი მსგავსი არ იყო უბრალოდ ჯოხი დაიკავა ხელში და იმ წუთსვე ოთხეულმა დანიშნა ეგრეთ წოდებულ მინისტრად და მისი ინტერვიუ მე თქვენ ამას წარმოგიდგენთ არ დავმალავ არაფერს დარდინო ექნება გვენცაძეს მე ხომ გპირდებოდით რომ დაბრუნდებიო დაბრუნდებოდა რა გზით დაბრუნდებოდა ესე იგი მან ყველაფერი იცოდა და გვენცაძე ამას ყველაფერს დირიჟორობდა და გვენცაძეზე უარესი დირიჟორები კიდე იქ იყვნენ მაგრამ იქ ის რომ ყველას იცნობდა და გაურკვევლობაც უნდა შეეტანათ იქ ბევრი დაიბნეოდა დაუშვათ ჩვენი წარმომადგენელი აქ თუ გვენცაძე არის ესე იგი პრეზიდენტმა გამოგზავნა იმისათვის რომ დაამშვიდოს და დააწყნაროს აქ სიტუაცია და ამ დროს პირიქით ეს კაცი თავისი წარმომადგენლობითი ბანდით რევს სიტუაციას და აი ეს მდგომარეობა გრძელდება და გოგა ხაინდრავა სარიშვილი მოუშორებელი ჭირი საქართველოს ნამდვილად ასე ვიტყოდი შავი ჭირის ეპიდემიაა და ესეთი მოუშორებელი არაფერი არ გამიგიამე დარბოდნენ იქვე ტელეგრაფის შენობა იყო და ტელეგრაფის შენობიდან პირდაპირ რეკავენ და მიტკოვასთან ვინც პირდაპირ ისმენდა მათ საუბარს და ჩანაწერიც არსებობდა რომელიც პრეზიდენტს გადასცეს მაგრამ შემდეგ კოლხური კოშკისა და უზენაეს საბჭოს დარბევის დროს ეს ყველაფერი გაქრა მაგრამ მათ ხომ ძალიან კარგად იციან ეს ხომ ოსტანკინოს ჩაწერილი აქვს მათი საუბარი ოსტანკინოს როცა უნდა მაშინ დადებს ისინი არაფერს არ აგდებენ და არც არავინ არ გადააგდებს ჭკვიანი ადამიანი და მით უფრო ახლა ოსტანკინო ეს არის ტელევიზია ცენტრალური ტელევიზია რუსეთის და მას რომ არ დაბრალებოდა უნდა კონდეს ხო გასამართლებელი საუბარი მე გადავავეცი ამ პიროვნების რომელიც პირდაპირ და ხაინდრავა სარიშვილი დარბოდნენ და ახლა ეს ხდება ახლა ის ხდება და ამ დროს ვინ რომ სასწრაფო წესით გავრცელებული იყო მთელ მსოფლიოში ამ დროს კი ის კონგრესმენები იმყოფებიან კრწანიში და მათ არაფერი არ იციან ამის შესახებ როგორც იქნა იქ სიტუაცია იჯერეს გული არეულობა მოაწყვეს ხალხი დააშავდა დაშავებული ხალხი იმათი მხრიდან აი როგორ ხდება რომ იმათი მხრიდან არავინ არ დაშავდა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა და დაშავდნენ ჩვენი წარმომადგენლები რომლებიც კატეგორიულად ემიჯნებოდნენ და მოუწოდებდნენ რომ ნუ ჩადიხართ ამას ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი და რას აკეთებთ და თქვენ რა გონიათ და თავს იკავებდნენ ისინი ყველა გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოებში ასე არ მომხდარა მე წაგიკითხავთ შემდეგ იმის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განცხადებას რამდენი კაცი იქნა გადაყვანილი სხვადასხვა საავადმყოფოში და მოთავსებული დაზარალებულები მათის მხრიდან აბა მე ხوار დავაზარალე ისინი
ეს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, რომ მან დაარბია მიტინგი, რომ აქ არავითარი დემოკრატია არ არის, ჩვენ გამოდიოდი დემოკრატები ავტომატებით გამოდიან, პისტოლეტებით გამოდიან, სპეცსამსახურებთან ერთად გამოდიან მიტინგებზე, დემოკრატები ბენზინითა და ნავთით გამოდიან მიტინგებზე, თუ სად გინახავთ ესეთი რამე, რომელ ქვეყანაში გინახავთ? მაგრამ ზვიად გამსახურდია მაქსიმალურად შეიკავა თავი იმისათვის, რომ მას არ უნდოდა მდგომარეობის გამწვავება და დამნაშავენი ისინი ყოფილიყვნენ, ოღონდ თავად ზვიად გამსახურდიას და მის ხელისუფლებას ერთი წერტილიც კი არ მიკარებოდა იმ ცილისწამებისა, რომელსაც ესენი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გაევრცელებინათ. ეხლა რა ხდება კრწანისის რეზიდენციაში? უკაცრავად კრწანისის რეზიდენციაში არის საბანკეტო დარბაზი, სავსეა, 40 კონგრესმენი, საქართველოს საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების თანხმლები პირები და მთელი რიგი უამრავი ხალხი იყო, დაახლოებით 150 კაცზე მეტი იქნებოდა. და ამ დროს მორბის თედო პაატაშვილი, რეზო ურიდია, გელა ჩორგოლაშვილი, თენგიზ დიხამინჯია, რომელთაც თვითონ ისროლეს იარაღი, აი იმ ბანდასთან ერთად, რომელზეც მე უკვე მოგახსენეთ და აღარ გამეორდები და ჯიბები უცებ შემოვარდნენ დარბაზში. არც ერთმა ინგლისური ენა არ იცოდა, ამ ნარკომანმა რეზო ორიდიამ რაღაც ორიოდე რაღაც სიტყვით ისე ინგლისური არ იცოდა, მაგრამ იცოდა რა დონეზე, იცით, აი რაღაც წინადადებებს რომ რაღაცა შეაკოწიწებდა, ესე მოახერხეს რაღაც, გამოიყვანეს იქედან კონგრესმენების რაღაც ნაწილი, რომელსაც პირადად ვუყურებდი მე, მაგრამ სულაც არ მადარდებდა ეს, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, რომ ტექსტი რაც მე მოვისმინე ეს იყო. ჯიბებიდან ამოიღეს გულები, ტყის გულები და თედო პაატაშვილს უკავი აესე ხელში და აჩენებს კონგრესმენებს. და ის თარჯიმანი რო ყავს, ეგრეთ წოდებული თარჯიმანი, ნარკომანი თარჯიმანი, ამოიღო ეს და ეუბნება, რომ აი დემოკრატი ზვიად გამსახურდია. ჩვენ ახლა მოვდივართ მიტინგიდან, რომელი მიტინგიც ზვიად გამსახურდიამ იარაღის ძალით დაარბია და არიან დაშავებულები, დაჭრილები, დაზარალებულები და თქვენ მასთან აპირებთ თანამშრომლობას. ეს იცით რა იყო? ეს იგი მოწმენდილ ცაზე რომ მეხი გავარდეს და ეს ტყის გულები გადასცა იმათ, არც მოერიდა, სირცხვილის გზნობა არ ქონდა. რა საჩუქრად გაატანა? საჩუქრად გაატანა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ამ სცენარით მიმდინარეობდა, რომ უნდა გაეტია საჩუქრა, რომელიც არ წაეღო და გადაეყარა, სანამ შეიძლება დატოვა სასტუმროში, ან სადმე გავიდა მერე და მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ნამდვილად იყო ეს ამბავი. და მე არასოდეს ტყულს არ დავაბრალებ არავის და არც არასოდეს არ დავაკრებ არაფერს, იმიტომ რომ რაც მოხდა, ამათ გამო ნოდარ ნათაძეც მობძანდა მე იქ. შეიძლება იქ ნაჩხუბარი, ნაომარი, უცებ კოსტუმით, შლიფსით ყველაფერთ გამოპრანჭული მოვიდნენ? რისთვის ემზადებოდნენ? ბოლოს და ბოლოს ყველას თავი დაანებე. ზვიად გამსახურდია არ გინდა და ვერ იტან, ხო? შენ ვინ შეგიყვანა საერთოდ, ვინ გიცნობდა? თედო პაატაშვილს ვინ იცნობდა, ურიდიას ვინ იცნობდა, ნოდარ ნათაძეს ვინ იცნობდა, იმას დიხამუნჯიას ვინ იცნობდა, ვინ იყვნენ საერთოდ ესენი? თედო პაატაშვილს იცნობდნენ, მე გეტყვით ნამდვილად, თედო პაატაშვილს იცნობდა გოგებაშვილისა და პეტრიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები. ის პეტრიაშვილის ქუჩაზე იყო პატარა გასტრონომი და იმ გასტრონომს ჰქონდა ცოტა წამოწეული ესეთი ადგილი, რომელიც შეიძლება ჩამოსაჯდომად გამოგეყენებინა მოდიმევად თრიაქის ქვეშ რომ იყო. აი ასე კი ნამდვილად იცნობდა თედო პაატაშვილს. და უცებ ეს თედო პაატაშვილი კოკო გამსახურდია, არ შეიძლება რომ არ დავასახელო. კოკო გამსახურდიამ გაუწია შუამდგომლობა
აი ამ პიროვნებებს და შემოუყარა ზვიად გამსახურდიას ორგანიზაციაში. რა ვქნათ ახლა სიმართლეს, რაც სიმართლე ის უნდა ითქვას. ვერსად ვერ გავიქცევით ჩვენ ამას. აბა თქვენ შეიძლება მკითხოთ მე ახლა ზვიად გამსახურდია მარიცოდა ეს ვინ იყო, ის არიცოდა ვინ იყო? კი ბატონო, მაგრამ კოკო გამსახურდიამ რეკომენდაცია გაუწია აი ამ ბანდიტებს, რომლებიც მოხდნენ მერე ილია მართლის სიით უზენაესი საბჭოს დეპუტატებად იქცნენ. ეს ბირჟიეს ნარკომანი ხალხი. და ამ დროს შევარდნაძესთან იდეალური ურთიერთობაში არიან და ზუსტად აი ასეთი ხალხის გარემოცვა იყო, რა იყო, უკეთესი იყო მხედრიონი ნარკომანების ნაკლებობას განიცდიდა, კიტოვანის ხალხი განიცდიდნენ ნაკლებობას, თუ რა ამაზე მე ყველაფერს მათივე ნაწერსაც წაგიკითხავთ, მე სხვაგან შორს არ მომიწევს არსად წასვლა. ამის შემდეგ ხდება ის, რომ საერთოდ ირევა სიტუაცია, ზვიად გამსახურდია უკვე იმდენად არის მოწამლული, რომ დამნაშავე კი იცის ვინც არის, მაგრამ ეხლა როგორია რა, სტუმრებთან უნდა შეინარჩუნო შენ ის მღელვარებაც უნდა ჩაიხშო ყველაფერი და მაქსიმალურად უნდა შეძლო, რომ სტუმრები მიიღო ისე და გააცილო ისე, როგორც მათ ეკადრებათ და არავითარი თავის მართლება. რასაკვირველია ზვიად გამოიძახეს მათ. სთხოვეს იმათ რომ დაშორდნენ, ზვიად სთხოვეს მერე და აჩვენეს პირდაპირ ეს ტყის გულები და ეუბნებიან რომ ბატონო პრეზიდენტო, ახლა მოვიდა ეს ჩვენ ზვიადმა ხო ყველაფერი იცოდა ვინ მივიდა ვინ წავიდა, მაგრამ და ეს როგორ შეიძლება ეს ყოველად მიუღებელია, ჩვენ ჩამოვედით, თქვენ უნდა ჩამობრძანდეთ ამერიკაში მოწვევა და ყველაფერი არის, იმიტომ რომ კონგრესი ელოდება თქვენს გამოსვლას, როგორ დაამხეთ კომუნისტური ხელისუფლება, როგორ გაიმარჯვეთ დისიდენტმა, როგორ გახდით პრეზიდენტი და აი ეს ნამდვილად არ შეიძლება ბატონო პრეზიდენტო და თუ შეიძლება გაგვარკვიეთ რა ხდება. ზვიადმა უთხრა ნამდვილად არა ვარ საქმის კურსში რა ხდება. ფაქტია რომ ეს იმ ძალების მიერ არის მოწყობილი, რომელ ძალებსაც მე უკვე კარგი ხანია მაქვს საუბარი და არაერთგზის მიმართავს. ჯერ კიდევ 19-20 აგვისტოს პუჩამდეც. ვინაიდან საქართველოში უფრო ადრე იწყებდნენ ამას და ჯერ კიდევ მხედრიონის შექმნის ისტორია, რომ 89 წელს უკვე მხედრიონი შექმნილი იყო, ეს ყველაფერი არსებობდა. ამას ხომ ვერ გავეკეცით ჩვენ, მე ხომ მაქვს დაფიქსირებული ეს ყველაფერი, მათ თავად მოგვაწოდეს პრესის საშუალებით, იმ გაზეთების საშუალებით, რომელსაც გამოსცემდნენ მგელაძის დახმარებით და მგლებისა და მგლების ხროვის დახმარებით და შევარდაძის დახმარებით და ეხლა რა ვქნა, ეხლა მე წავიყვანო ეს ნარკომანები და ეს კრიმინალები, ვერ წავიყვან და ვერ შევიკედლებთ, იმიტომ რომ კანონიერი ხელისუფლება აბსოლუტურად განზეიდგა ასეთი ხალხისგან. მაგრამ ყველაფერს საზღვარია. ზვიად გამსახურდიამ შეინარჩუნა, რასაკვირველია ეს ყველაფერი, როგორც საჭირო იყო ღირსეულად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. 100%-ით რო ყოფილიყვნენ დარწმუნებული, იქ რო ყოფილიყვნენ კონგრესმენების, თუნდაც ერთი წარმომადგენელიც რო ყოფილიყო და მისთვის ვინმე ნებისმიერი ოღონდ ობიექტურად განწყობილ პიროვნებას აეხსნა, რომ აი ეს არის, მაშინ ისინი მაშინ დარწმუნდებოდნენ, რომ ეს ნამდვილად მოწყობილი იყო და ამისი ხელმძღვანელი რომ მოსკოვში უნდა ეძებნათ და თბილისში კიდევ ესენი შემსრულებლები იყვნენ, ბანდები. ზვიად გამსახურდიამ შეძლების დაგვარად აუხსნა, რომ თავისთავად რომ მოთხოვნა ჰქონდათ ეს, მაგრამ მაინც დაუთმო და იქ ჩაატარებინა ვითომ, მაგრამ ეს რომ სწორედ ამას ისახავდა მიზნად, რატომ მოხდა მაინც და მაინც 2 სექტემბერს, რატომ მანამდე არ მოხდა? იმიტომ რომ აი ასე ჰქონდათ დათქმული, რომ 2 სექტემბერი მათი გამგზავრების დღე იყო და წარმოიდგინეთ ახლა რომ იქ არის დაფიქსირებული მთელი ტელევიზიები, იქ არის ყველაფერს იქ იღებენ და საერთოდ ამის შესახებ წარმოდგენა არავის არ აქვს. საქართველოს ტელევიზიამ შეძლო ამის გადაღება მარტო და სხვათა შორის იმ წარმომადგენლებს თვითონაც გადაიღეს ეს სისულელე და ისე კარგად არის გამოკვეთილი ეს მათი სპეცსამსახურების შესვლა, როგორ წევენ ხელზევი და როგორ ისვრიან ამ იარაღს და სახეზეც ისე იდეალურად ჩანს ყველა, რომ აქ უკვე გამორიცხული იყო იმაზე ლაპარაკი, რომ აქ იყო დიდი სპექტაკლი საქართველოს წინააღმდეგ.
მაგრამ რა მოხდა ის, რომ საქართველოს დაზარალდა, ამის შემდეგ დაიწყეს მათ სიბინძურის აგორება, ეს იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მონაკვეთი იმ სცენარისა, რომელსაც თანდათანობით უნდა აზვირთებულიყო, როგორც თოვლის გუნდა, მერე უნდა დიდ რაღაცას უბედურებად იქცეს. და აი ეს დღე 2 სექტემბერი აი ასე საშინლად განვითარდა საქართველოსთვის. ზუსტად გამსახურდიამ გაიტანა მართალია უზენაეს საბჭოს სესიაზე, შეიქმნა იქ კომისია, ყველაფერი, მაგრამ რა საჭირო იყო ეს კომისია, როდესაც ფაქტის სახეზე იყო. დოკუმენტური მასალა ხელთ ჰქონდათ. სახეზე იცოდან ყველა ვინ რას ისროდა, ვინ ვისი დავალებით რას აკეთებდა. დაზარალებულები როგორ მოხდნენ, ეს იგი მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადო ორგანიზმის მხარდამჭერები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მისცეს ხმა და არა ბანდებს და არა ნარკომანებს. აქედან გამომდინარე, უკვე იმდენად გაიხსნა ეს სპექტაკლის ძირითადი არსი და სცენარი მთლიანად იქნა გახსნილი, რომ მე ეხლა როდესაც ეგრეთ წოდებული გადაცემა მიდის საზოგადოებრივი არხით 26/1/2011 წლის გადაცემა გახდათ ისტორია და პაჭკორიას ქალმა გამოიყვანა მამუკა გიორგაძე კობახიძე გიორგი კობახიძე ჩვენი უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებიც იყვნენ ბარათაშვილი პაატა ბარათაშვილი ტარიელ ფუტკარაძე და ესე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა აქ. ფაქტი ერთია. მე ვაფიქსირებ მამუკა გიორგაძემ რა თქვა იმ დღეს. ეს არის მთავარი. ტარიელ ფუტკარაძეს კი არ უსვრია და პაატა ბარათაშვილს კი არ უსვრია. აი ვინც ისროდა და ვინც მონაწილეობდა და ვინც იყო შევარდნაძის მთავარი დაგეშილები ვინც იყვნენ. აი მე იმათ ნათქვამს გიკითხავთ. ეს ჩვენ ამოვიღეთ ჩანაწერიდან, გავშიფრეთ და ეხლა მოგახსენებთ. ოქტომბრის თვეში ქართული საზოგადოება მამუკა გიორგაძე თქვენთვის ცნობილი ჭყალებში. ოქტომბრის თვეში ქართული საზოგადოებისათვის რომ გეთქვა, რომ შევარდნაძე შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოსშიო, ამას შეხვდებოდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ესე იგი რაღაც უნდა მომხდარიყო. ისეთი რომ შევარდნაძეს შეძლებოდა საქართველოში ჩამოსვლა და ეს რაღაცა ორჯერ იმეორებს. მაშინ რა თქმა უნდა გაფიქრებაც კი საშინელება იყო, მაგრამ დღეს მომხდარი ფაქტია. ეს რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ იყო ეგრეთ წოდებული სისხლიანი დაპირისპირების ორგანიზება და შესაბამისად იმ სამოქალაქო ომის ინსპირირება, რომელიც თავისი არსით არ იყო სამოქალაქო ომი. ეს იყო პრაქტიკულად რუსეთიდან ინსპირირებული სამოქალაქო ქმედებები, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართულიყო ამ საქმეში, იმისათვის რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი თვითლიკვიდაცია ყოფილიყო გარანტირებული და აი ამ საქმეში უკვე შევარდნაძე ელცინი და სხვები საქართველოში არსებულ ხელისუფლებაში მყოფი თუ ოპოზიციაში არსებული ძალები იყო უკვე ერთიანი და სამწუხაროდ ვერ შევძელით ამ ტალღის შეჩერება. არის თუ არა ეს აღიარება ამ საზიზღრობისა და სიბინძურისა. მე როგორც მონაწილე ამ ამბებისა უბრალოდ ვიზუალურად არ ხედავდი შენი идеქი. შენს გვერდზე ვინც იდგა, ისიც ძალიან კარგად ვიცი. შენ არ შორდებოდი ჭანტურიას გვერდიდან. შენი რაგბისტები რო გყავდა, ხომ არ დაგვიწყებია ის რაგბისტები? მე კარგად მახსოვს ის რაგბისტები. და ის სპეცსამსახურიც კარგად ვიცი, ვინც გახლდათ. ვიზუალურად ხედავდით ამას, როდესაც 2 სექტემბრამდე ჩვენ მარტო ვიყავით ქუჩაში. 2 სექტემბრამდე ჩვენ როგორც პოლიტიკური ოპოზიცია ვსაუბრობდით რეფორმებზე. აბასო, ეს იყო რეფორმები ზუსტად თქვენი. პოლიტიკურ გზებზე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საშუალებაზე და ასე შემდეგ. უცებ 3-ში, 4-ში ქუჩაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც 2 დღის წინ გვარბევდნენ. ჩვენ გვჯეროდა, ჩვენ გვეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა
ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ქუჩაში და შეუძლებელია რომ ეს ხალხი რაიმე მითითების გარეშე ერთბაშად აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში. თითოეულ მათგანს თავისმა პატრონმა დაურეკა და უთხრა დროა გახვიდეთ ქუჩაში. არ შეიძლება ქუჩაში ინიციატივა ჰქონდეს დამოუკიდებელ არავისგან კონტროლირებულ ძალას, რომელიც ჩაგვიშლის ამ თამაშს და შესაბამისად ჭანტურია გიორგაძე და მრავალი სხვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო მოსკოვის ეს თამაში ჩაეშალა, აღმოჩნდა დაპატიმრებული. მაშინ არ დაუპატიმრებიათ 2 სექტემბერს არ დაუპატიმრებიათ, მაგაზე მე მექნება საუბარი. და გიორგაძე არავის არ დაუპატიმრებია. გიორგაძე დაპატიმრებული არ ყოფილა და აქაც იცურვა. ჩვენ გვინდოდა დარწმუნება იმაში, რომ ეს იყო დამოუკიდებელი თამაში, ეს იყო დამოუკიდებელი ნაბიჯები, გაცნობიერებული, სახელმწიფოებრივი, თუ ეს იყო შეკვეთის შესრულება, რომ რამ განაპირობა, რა იყო მთავარი განხეთქილებისა. ხელისუფლების შიგნით, აი როგორ აღმოჩნდა, რომ მანამდე მთელი ხელისუფლება ერთიანად შეკრული იბრძოდა ოპოზიციის წინააღმდეგ და ამაყობდა თავისი ერთიანობით და უცებ ერთ დღეს, აი რაღაც დირიჟორის ჯოხის ერთი აქნევით უცებ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ სხვადასხვა ბანაკში. ერთმანეთთან უკვე იარაღი დაპირისპირებულნი. სამწუხაროდ იმ დინამიურ დროში ჩვენ ამომწურავი პასუხები და დამაჯერებელი პასუხები, რომ ეს პოლიტიკური დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავწმუნდით. აი ვინ იყავით თქვენ, აი რაში მონაწილეობდით თქვენ და ყოველთვის ამაში დარწმუნებული იყავით, რომ არ არსებობს, რომ სიმართლემ თავისი გზა არ იპოვოს. არაფერი არ არის დაფარული, რაც არ გაცხადდების. ასე რომ დღეს იტყოდი ამას, თუ 10 წლის წინ იტყოდი ამას, ჩვენთვის 20 წლის წინ იყო ეს ყველაფერი ცნობილი. მაგრამ ეს თქვენ არ გიშველით, თქვენ დაანგრიეთ საქართველო, თქვენ დააქციეთ ქვეყანა. ამას რა მოყვა შემდგომში, ამაზე უკვე ჩვენ საუბარი გვექნება. ერთი წუთით ჩვენ ამაზე ყველაფერზე საუბარი გვექნება. მე ეხლა მინდა გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც ასევე ბრალადედებოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, რომელიც ეხებოდა გეკაჩეპეს მიმდინარე პროცესებს. ეს გახდათ 18-ში დაიწყო ფაქტობრივად 19-21 აგვისტოს მოვლენებს რუსეთში 1991 წლისა და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რა ცილისწამებლური კამპანია იყო გაჩაღებული, თითქოს იანაევის რაღაც ოქმი არსებობდა, სადაც ზვიად გამსახურდიამ პირობა მისცა ამას დავშლი, იმას დავანგრევ, ოღონდ მე შემინარჩუნეთ და იანაევის ოქმი არსებობდა და დღესაც ვეღარ გამოჩნდა ეს. იანაევი გარდაიცვალა და ვერაფერი ვერ დატოვა, იმიტომ რაც არ არსებობდა ამასთან დაკავშირებით. იზრუნან ეს პიროვნებებმა. ამასთან დაკავშირებით მე კიდევ სხვა ტექსტსაც მოგახსენებთ, მაგრამ ვინაიდან ეს იმ მოვლენებს ეხება და ეს მოვლენები თავისთავად ერთმანეთს ებმის, ამიტომ აქედან გამომდინარე მე ანგარიშვალდებულად ვთვლი, რომ ესეც წარმოგიდგინოთ. ეს გახლავთ გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა 1991 წელი 9 ოქტომბერი. მაგრამ ეხება ეს სექტემბრის მოვლენებს, პასუხი დაგვიანებით მიიღეს, მაგრამ მაინც იქნა მიღებული. ბრალდება ყალბად სნეს. მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გაზეთ იზვესტიის მოსკოვის გამოშვებამ გამოაქვეყნა ანდრეევის მასალა, რომელშიც კერძოდ ნათქვამია, არ დადასტურდა ინფორმაცია, რომელიც დაბეჭდა იზვესტიამ, რომ საქართველოს ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრ ომანიძეზე და გოგლიძეზე რომ იყო საუბარი, რომ თითქოს ომანიძე და გოგლიძე იყვნენ შუამავლები და მოელაპარაკება მიდიოდა იანაევთან იმის თაობაზე, რომ საქართველოში ყველაფერი დაინგრეოდა, დაიშლებოდა და საქართველოს დამოუკიდებელი აღარ იქნებოდა და თურმე იანაევს შეუსრულებდნენ ამ სისულელებს, რომელიც არც წამოსცდენია და ვერც გაბედავდა. აქედან გამომდინარე, აი ახლა საგარეო საქმეთა მინისტრ ომანიძეს პუჩის წინ ჰქონდა კონტაქტები იანაევთან.
აი ასე თითქოს და სხვათა შორისოდ ადამიანს რომელსაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი უკავია მოეხსა მძიმე ბრალდება მართალია საქართველოში ეს ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა მაგრამ მაინც ყველა ჩვენგანმა ხომ იცის საკუთარი მწარე გამოცდილებით თუ რაოდენ ძნელია ზოგჯერ თავის მართლება როცა შენ მართალი ხარ და რაოდენ გიჭირს დაამტკიცო საკუთარი სიმართლე თუმცა შეგნებული გაქვს ბრალდების უსუსურობა დიახ გაზეთმა გამოაქვეყნა ყალბი ცნობა და ეს აღიარა მისმა მთავარმა რედაქტორმა იგორ გოლომბიოვსკიმ თქვენი ცნობილი გვარია დაურეკა ტელეფონით ბატონ ომანიძეს და ბოდიში მოუხადა ბჭყალებში შესდომისათვის თითქოს და საკითხი ამოწურულია მაგრამ ერთხელ კიდევ გვინდა გავიხსენოთ ჟურნალისტთა წმინდა მოვალეობა მკითხველს აწვდიდნენ მხოლოდ ალალ მართალ ინფორმაციას და არ იყვნენ გატაცებული ოფიციალურ პირთა მაკროპრომიტირებელი სენსაციების გამოდევნებით მით უფრო შეუმოწმებლისა იუწყება ამას ისაკ ინფორმის კორესპონდენტი და გოლომბიოვსკიც ადგილზია და ისიც ადგილზია ანდრეევი ამაზე მეტი რაღა უნდა წაგიკითხოთ ჯერჯერობით არა მე ამით არ შემოვიფარგლები ეს ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს და აბსოლუტურად უკან არ დავიხევ არაფერთან მიმართებაში მაგრამ ის რაც სიმართლე შეეფერება ყოველთვის ითქმება სიმართლის დრო არასოდეს არ მიდის სიმართლე მხოლოდ მოდის და ჩვენი გადაცემაც სწორედ მოდის და ყოველთვის სიმართლით ვივლით. გმადლობთ ყურადღებისათვის.